წინასაარჩევნო გარემო ნამდვილად არ არის თავისუფალი და დემოკრატიული, რადგანაც ხელისუფლების მხრიდან ხდება უხეში ჩარევა და ზეწოლა სხვადასხვა კანდიდატებზე. Შემიძლია მაგალითად გითხრათ სოფელ უდეში, როდესაც ჩვენ მაჟორიტარობის კანდიდატ იოსებ ბოლბოლაშვილს მოახსნევეს კანდიდატურა და დღემდე ვერ გვიპოვია ეს ადამიანი, ასევე შემიძლია გითხრათ ახილოს კალოში, სხვადასხვა რეგიონებში, თუმცა ამან მასიური ხასიათი ვერ მიიღო და ვერ მიიღო არა იმიტომ, რომ ზეწოლა იყო ნაკლები, არამედ იმის გამო, რომ ჩვენი პარტიის წევრები და მაჟორიტარები იცით იცავენ პარტიულ დისციპლინას და შესაბამისად მზად არიან ბოლომდე იბრძოლონ გამარჯვებისთვის. ვესალმებით იმას, რომ დიპლომატიური კორპუსი გამოფხიზდა და დააფიქსირა ის, რომ დაუშვათ არჩევნები წინასაარჩევნო გარემო მიმდინარეობს დარღვევებით და ადგილი აქვს საკმაოდ ბევრ დარღვევას და არჩევნები არ არის დემოკრატიული და თავისუფალი. და დარწმუნებული ვარ, რომ ესევე გამოფხიზლებული იქნებიან ისინი არჩევნების დღეს და სწორედ დააფიქსირებენ იმ დიდ დარღვევებს, რომელსაც ველოდებით ჩვენ სხვადასხვა უბანზე, განსაკუთრებით რაიონებში.